სამომშვიდობისა ძირფასო მაყურებლებო, ქალბატონებო, ბატონებო, მოკლედ რუსთავი 2-ის ერთგულო მაყურებლებო. დიახ, ბატონო, დიახ, შეგახსენებთ, რომ ეთერშია გადაცემა, გავიხსენო ერთი წამით. ანეკდოტების შოუ, დიახ ბატონო, ანეკდოტების შოუა, ვიცი, აი გატყობთ, ყველას გატყობთ, აბსოლუტურად ყველას გატყობთ სახეებზე, რომ გაკვირვებულები ხართ, მაგრამ მეც გაკვირვებული ვარ, რა მინდა აქ აზრზე არა ვარ და თქვენ მით უმეტეს აზრზე არ იქნებით სავარაუდოდ, მაგრამ არა უშავს, არ ინერვიულოთ, ბატა ჩვეულებრივად დაბრუნდება რამოდენიმე ხანში და გააგრძელებს ამ არაჩვეულებრივი და ყველაზე იუმორისტული გადაცემის საყვანას, ხოლო დღეს მე ვცდი ამას და ვიცოდვილებ ცოტას დროებით რა, მოკლედ დროებით გავაკეთებ ამ საქმეს, ყველაფერი დროებითია ქვეყანაზე და ერთხელ მეც ხო შეიძლება რომ სადო ეგეთი გამამხნევეთ, ძალიან გქონთ გამამხნევეთ, პირველად ვაკეთებ ამას გეფიცებით მართალია გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი მეც ვარ ზაქროსთან ერთად, მაგრამ ნერვიულობდა რა ვქნა. მე რას შვება ხოლმე პატა ხო? მე სტუმრებს აცხადებს ხოლმე ხო? დღეს კი ჩვენთან სტუდიაში სხვათაშორის სტუმრად არიან არაჩვეულებრივი ხალხი. ამ არაჩვეულებრივას ხო ხედავთ, ისი არაჩვეულებრივად ვამბობ, რომ მართლა არაჩვეულებრივი ხალხი არიან სტუმრად და ისინი გახლავან, ბატონო ჩემო, ჩვენი უსაყვარლესი კახეთის შვილები, კერძოდ კი თელავიდან მივესალმოთ დიდი ოვაციებით მივესალმოთ ავთანდილ ავთოზატიკაშვილი და ფარნავაზ მაღაშვილი. ავთანდილ ზატიკაშვილი და ფარნავაზ მაღაშვილი გურჯაანელები მეგონა და თურმე პირიქით თელაველები ყოფილან. ისეთ გემრიელ ანეკდოტებს ყვებიან, რომ ვერ გაძღებით მოსმენთ. სიმღერითაც კარგად მღერიან. თუმცა რა გასაკვირია, ხაშლამას რო ქაწითელს დააყოლებ, იმღერებ მარას იზამ. მე ეს გადაცემა ლაივში მაქვს ნანახი და ისე მომეწონა, ახლა ეთერშიც უნდა ვნახო. მომბაძეთ, არინანებთ. ავთოს და ფარნას 200 გრამის ჩარტყმაც უყვართ. ანუ ჩაკრულოც იციან და ჩარტყმულოც. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. მე არ გემშვიდობებით და თუ რატო არ გემშვიდობებით, ამას გადაცემაში იხილავთ. მოგესალმებით ბატონებო. მოგესალმებით, გაიხარეთ. მოგესალმებით ბატონო. თქვენ შემოგევლეთ, ჩემო კახელებო. აბა, თქვენს გაკვირვებულები ხართ ალბათ, ხო? სხვა მასპინძელს, სხვა კაც ვეძებდით, სხვა დაგვხვდა. სასტუმრო დაგვხვდათ. ან ადმინისტრატორი დაგვხვდათ, სულ სხვა. თელაველმა დაგვხვდა. არ ყოფილა, პატაზე მაინდა-მაინც დიდი, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ჩავსხედი ამ სავარძელში და გაიყოფილა. როგორ ახართ აბა? ავთანდილი მოგმართო თუ ავთო? ხე როგორც გაგიხარდება. მე ტარიელი გამიხარდება, მაგრამ შე როგორ გაგიხარდება? ტარიელი დამიძახეთ. მარტო არ შემაგინოთ, ჩინაურულად მეგობრები ვარ, ჩინაურულად ავთოს დაგიძახებ. ისევე როგორც ფარნავაზ, კაცო ფარნავაზ მეფე იყო ბოლოს და ბოლოს თავის დროზე ფარნავაზი პირველი წიგნი რომ მოსცა ქართველებს, მეფე ფარნავაზი. ხო და შენც ფარნას დაგიძახებ. მაინც შემოკლებით, არ გვინდა გძელი სიტყვა. გძელი სახელი მოკლედ, თითქმის სახელია ამათ კარგიო. ხო თქვა იმან ვიღაცამ. კარგი ბატონო, ძალიან კარგი. აბა რა შვებით, როგორ ახართ, რა ხდება? კახურად. კახეთში. კახურად. გადაშურის გიჟდები კახელებზე. იმიტომ გიჟდები კახელებზე, რომ ჯერ ამ გადაცემის წამყვანია კახელი და ძალიან მიყვარს. და მე ზოგადად კახელებზე გიჟდები, იმიტომ რომ ხაშლამაზე გიჟდები, ქაწითელზე გიჟდები, მაგრამ ხაშლამაზე რო გიჟდები და ქაწითელზე იმიტომ კი არ გიჟდები კახეთზე. კახელებზე რო გიჟდები, იმიტომ გიჟდები ქაწითელზე და ხაშლამაზე ბატონო ჩემო და ძალიან მიყვარს. მთელი კახეთი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ლაგოდეხი მიყვარს, იმიტომ რომ იმერლები არიან ფაქტიურად. მეუღლე მყავს ლაგოდეხი და ხო და აი ვიცოდი ეგ ხო, მაგრამ თელავი და ახლა გურჯაანი ეს არის რაღაცა სასაული მოვლენა კახეთში. ორივე უსაყვარლესი და აი მე სხვათა შორის როცა თელავში ვარ ხოლმე ყოველთვის გურჯაანელებს ვაქებ თელაველებთან და როცა გურჯაანში ვარ პირიქით
თელაველეს ვაკე. გმირობა, გმირობა. ხო, გმირობაა და ეს თქვენ გონიათ, კახელებს გმირობა თორე სინამდვილეში აფირისტობაა და რატო ახლავე ახლა მე იმერელი კაცი, თან თავის ძოზე მეგრელი ვიყავი, მე გავიმერელდი, ანუ გაკუცული იმერელი ვარ. ანუ რა ხდება? გურჯაანში რო თელაველებს ვაკებ, გულზეს კდებიან ისინი და ცდილობენ რომ მოდიო ჩვენც ვასიემონოთ და თანყვებიან რა ემხლება და იგივე ხდება თელავშიც. მე იქ რო გურჯაანელებს შევაკებ, არიქა, მეგორი გამოუვიდა ბატონ სამყანს. ბატონოკობა გამოგივიდათ ეგ ამბავი. მოკლედ იმდენს ვლაპარაკობ ვიღაცა სამყანი ვეგონები, ახლა თქვენ არა სხვარი რამის თქმა მინდა სხვათა შორის გამოგივიდათ ბატონოკობა, გამოგივიდათ თუმცა კარგი გაგებით რა. დღეს ახლა პაატას ველოდებოდით თქო რომ გითხრათ პირდაპირ და ახლა რა სიურპრიზი და საჩუქარი უნდა ჩამოგვეტანა კახეთიდან ახლა მაგარ უარიცოდეს რა. რა თქმა უნდა. ახლა ისეთი ადამიანი როგორიც თქვენ ბრძანდებით აქ დავხვდით თან ოცნება თქონდა ამ კაცს შევხედროდი ეგერ ღმერთმა ინება რომ შევხვდით ერთმანეთს მეც მქონდა ოცნება თქო თქვენ მენახეთ. მით უმეტეს მაგიტომაც არ არის პაატა დღეს. აი მადლობა მე კახეთში რომ ჩამოხვალ მოკლედ ერთი კაი ლამაზი პატარა სასტუმრო გვაქვს კახეთში შატო იყალთოში ჩვენთან სოფელში თელავთან და მოკლედ მოწვეული ხარ ოჯახით შენგენაცოლოს შემითავი ბატონო, ერთი წლის განმავლობაში, როდესაც გაგიხარდებათ, წინასწარ მადლობა, ახლა კი ხარ მაყოფილი, მაგრამ მე რო გესტუმრები, მე რამდენად დარჩები. მაყოფილი. დაწმუნებული იყავი რომ მე იმას იტყვის, სტუმარი ვიცი 1 და 2 დღეო, მე არ თქვა. კახეთში არიციან ეგეთი რამე. დამეთანხმეთ. მარტო იმერლებმა ვიცი. კეთილი მაგას რადიოია. თუ რამეს მოიფიქრეთ, მე არ და გავიწყდეთ კაცო. რა თქმა უნდა, მეგობრებო. მოკლედ დღეს ვართ შემართებით, ხო? კი ბატონო. აბარა. შემართებით ვართ, კარგ ხასიათზე ვართ, გვეტყობა კიდევაც. მაშინ გადავიდეთ პირველ რაუნდზე.